კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად დაკავებული 41 წლის ჯავედ ხუდამოვი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ მოამბეს დღეს დაკავებულის ადვოკატმა განუცხადა. უფლებადამცველი ჯეიხუნ მამედოვის ცნობით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების თაობაზე უკვე გაასაჩივრა სააპელაციო წესით. შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ ტერორისტული დაჯგუფების წევრს და წითელი ცირკულარით ძებნილ პირს, რომელიც სამართალდამცველებმა გუშინ რუსთავში დააკავეს, პატიმრობა შეუფარდა. ამ ეტაპზე დაკავებულს ბრალად საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთა ედება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული ტერორისტულ ორგანიზაციის ისლამური სახელმწიფოს წევრია და განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქტივობებზე იყო პასუხისმგებელი. ის ასევე არის საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონე. დღეს შეტანილი მაქვს საჩივარი, სადაც ახლა სავარაუდოდ ალბათ 5 დღის განმავლობაში განიხილავს თბილისის სააპელაციო სასამართლომ. შესაბამისად მოტივი იყო ის, რომ პირველ რიგში მოსამართლემ ფაქტურად საერთოდ არ გაიზიარა დასვრის მხარის მიერ წარდგენილი პოზიციას. დომინისტრობას არ იყენებს ახლა ჩემთან პირად საუბარში, საერთოდ არანაირი კავშირი არ მაქვსო არც ტერორისტული კავშირებთან, დაჯგუფებებთან, არც არაფერი.